ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდისთვის და ცხოვრების დონის ამაღლებისთვის მედიცინის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სამედიცინო პროცესებში ტექნოლოგიების გამოყენებით დიაგნოსტიკა უმჯობესდება, ხოლო თავად მედიცინა მეტად ინდივიდუალური, ანუ ეფექტიანი ხდება. ბოლო წლებში მედიცინაში აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და რობოტებს და რაც ყველაზე საინტერესოა, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. საქართველოში რობოტული ქირურგიის ფუძემდებლად ექიმი გურამ ქარაზანაშვილი ითვლება. რობოტული ქირურგია საქართველოსთვის შედარებით ახალი დარგია, რომელსაც ექიმი მის გუნდთან ერთად MMT ჰოსპიტალში ავითარებს. როგორც გურამ ქარაზანაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, საქართველოს ტექნოლოგიური უპირატესობა ჩანს როგორც სკრინინგის, ასევე თავად ოპერაციების ფაზაზე. საქართველოში არსებული სამედიცინო ტექნოლოგიების დასათვალიერებლად MMT ჰოსპიტალს ვესტუმრეთ, სადაც გურამ ქარაზანაშვილმა გვიმასპინძლა. დღეს ჩვენ ვაკეთებთ პროსტატის ბიოპსიას უმაღლესი სტანდარტით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ფიუჟენის შერწყმული, შერწყმა რას ნიშნავს? გამოსახულება მიკროსკოპული ულტრაბგერის ხდება მაგნიტურ რეზონანსთან გამოსახულებასთან მისი შერწყმა. მაგრამ მიკროულტრაბგერი არის სპეციალურად მოწოდებული იმისთვის, რომ პროსტატაში თუნდაც მიკროსკოპული დაზიანებები აღმოვაჩინოთ. და პირველ რიგში, რასაც ვეძებთ პროსტატაში დაზიანებას, ეს არის სიმსივნე. აი ეს აპარატი სპეციალურად არის მოწოდებული ამისთვის. საუკეთესო ეკოსკოპიის აპარატთან შედარებითაც ამ აპარატს აქვს 300%-ით გაუმჯობესებული გადიდებული გამოსახულება. MMT ჰოსპიტალში თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება როგორც სკრინინგის, ასევე ოპერაციების დროს. ყველაზე ხშირი პროცედურა პროსტატის სიმსივნის ამოკვეთაა, რომელიც მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროცედურაა. როგორც გურამ ქარაზანაშვილი ამბობს, სკრინინგის ტრადიციული გზები არასაკმარისია და აუცილებელია პროცესში მიკროულტრაბგერა ჩაერთოს, რომელიც MMT ჰოსპიტალის ერთ-ერთი ნოუ-ჰაუა. ეს სკრინინგული პროგრამები თუ არ შეიცავს იმიჯინგს, თუ არ შეიცავს გამოსახულებას მიკროულტრაბგერის ან მაგნიტური რეზონანსის, მარტო სისხლის ანალიზი, რაც დღესაც კეთდება საქართველოში, არ არის საკმარისი. მიკროულტრაბგერის მაგნიტურ რეზონანსთან შედარებით მეტი პლუსი ისაა, რომ მაგნიტურ რეზონანსზე უფრო იაფია ეს კვლევა, მიკროულტრაბგერით პროსტატის კვლევა არ საჭიროებს არანაირ ვენაში წამალის შეყვანას. ჩვენ მიკროულტრაბგერას შეგვიძლია მასობრივად გამოვიყენოთ პროსტატის სიმსივნის სკრინინგისა და დიაგნოსტიკისთვის. დღეს საქართველოში მიკროულტრაბგერის 5 აპარატი ირიცხება და ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა შავი ზღვის რეგიონში და შეიძლება ითქვას მსოფლიოში ლიდერობს.